რასიზმ რა უნდა ვქნა შვილი მოვკლა მოდი სიმართლე უთხრა ძე თუ არ დაგიჯერებს იქნებ მე დავიჯეროს გვაიძულებ რომ მომისმინოს შენი სიმართლეც არიელი სიტყვები იქნება კენანის სიმართლეს კი ის ბავშვობიდან ისმენდა ვერაფერს შეცვლი ვერაფერს ის მაშინდელი პატარა ბიჭი აღარ არის ის შენი შვილი აღარ არის მესმის როგორ მანიპულირებდა ბავშვით როგორ გაზარდა რა ურჩხული შექმნა მისგან მესმის აი ასეთი ურჩხული მედალი სიმამაცისთვის ღირსების ორდენი რამდენიმე დღე მარტო იბრძოდა ცოცხალ მკვდარი მან მეგობრები გადაარჩინა ეზერ ანუ ნამდვილი გმირია ჩემი შვილი ურჩხული არ არის ეზელ მას აქვს გული დაველოდოთ სანამ საკუთარი გულის ხმას გაიგონებს სხვას ვერაფერს გავაკეთებთ ეზელ კენანსაც სწორედ ეს უნდა უნდა რომ არაფერი არ გააკეთო არც შენ გაბედო არ მის გაკეთება ეზელ არაფერი არ გააკეთო არ შეხვდე მას ჩემი ოჯახიდან არავინ აღარ მოკვდება გაიგე შენ სხვა საქმეებიც გაქვს შვილო ეიშანი როგორც მივხვდი კენანმა უთხრა მას ვინც ხარ შენ რა იცი ჯერ არ მომკვდარ ვარ კედელს ყურს მივადებ და ყველაფერი მესმის ახლა ეიშანს კენანთან უნდა წასვლა მაგრამ ჯერ თავის საყვარელ ადამიანებს მოინახულებს ნუ გონია რომ ვერ მიგიხდი გინდა რომ შენი შვილიდან სხვა რამეზე გადამატანინო ყურადღება გამოვიდა ალო შებნემ შეგიძლია ერთი კაცი მომიძებნო შაჰინ გეკბენი დაჭრილი იყო 2008 წელს დატოვა არმია ვიპოვე ცხვის ნოყოფეს პირადი საქმეა დეფო გაიგეძიასთან კენან ბირგანთან დაკავშირებით რა გეგმები აქვს დეფპიკ შეიძლება დავილაპარაკოთ პირისპირ აქ დავილაპარაკოთ დეფპიკ შებნემ ალისგან დამალული არაფერი მაქვს ყველაფერზე შეგვიძლია აქვე ვილაპარაკოთ რა კარგია იმისთვის დაგვიქირავეს რომ ის მოგეკლათ ახლა კი ის აქ ზის ჩვენს გვერდით და მასთან დასამალი არაფერი გვაქვს არაფერი არ მესმის ვინ ვისთან არის რას ვაკეთებთ გოგო მართალს ამბობს ჩვენ არავისთვის არ მუშაობ ჩემნემ ეგ როგორ შებო ეზელმა თქვენ კონკრეტული საქმისთვის დაგიქირავათ ის საქმე უკვე დასრულებულია გუნდი დაიშალა დეფპიკ მართალს ამბობს აბა რა ვქნა კარგი ეზელი ასე არ დამტოვებს შენ მე ალისთან ერთად ვარ ჩემი გმირი შებნემ თუ გინდა შენი გადასაწყვეტია თქვენთან ერთად ვიმუშაო კარგი მაინც რა უნდა გავაკეთო მოგეწონება შებო მე და ტელეფონულიდან დავიწყებთ მრავალფეროვნებისთვის Sıfırdan başlıyoruz. ყოველთვის ვამბობდი რომ ახალი ცხოვრების დაწყება მარტო არ გამოდის
ვამბობდი, რომ ყველა სჭირდება თანამოაზრე და მეგზური. გილოცავ, ეს საჩუქარია სწავლის დამთავრების აღსანიშნავად. შენ თვალის მოუშორებლად უმზერმას. როცა შორიდან დაბრუნდება კვლავ, იგივე გახდები. ვინც იყავი? ბაჰარ თეჟჯანი. გეუბნებოდი, რომ ახალი ცხოვრების დასაწყებად ჩახუტებაა საჭირო. ცდებოდი, ჩემო მეგობარო. ხოლო ახლა მივხვდი ამას. ყველაზე მძიმე განშორება სწორედ მაშინ იწყება, როცა კვლავ ხვდები საყვარელ ადამიანს. ომერ? ეიშან. ომერ. ომერ, შენ დაბრუნდი. ომერ. მე არ მეგონა ვინმე შეყვარებას თუ შევძლებდი. მაგრამ შენ გამოჩნდი. შენ მასწავლე სიყვარული, ომერ. შენ მასწავლე სიყვარული. შურის ძიება საჭირო არ იყო. შენ ისე კარგად მასწავლე სიყვარული, რომ ყოველი დღე შურის ძიება იყო, ომერ. შენ ცოცხალი ხარ, ომერ. ცოცხალი ხარ. ცოცხალი ხარ. ეიშან. ეიშან არ გინდა? ეიშან მომისმენე. არ გინდა რომ მოусმენო? ერთხელ მაინც ყვარებია. თუ მოусმენ, დავუჯერებ.
უბრალოდ ვიპოვე მის ამართი. ის ბიჭი სახლშია. გამოგიგზავნე ყველაფერს. მითხარი ის ჩვენი მტერია? არა, მტერი არ არის. კარგი. თორემ ის ისეთი კარგი. სულ ერთია. სულ ერთი. კიდევ რამე გჭირდება უბრალოდ? შებნამ, კარგი იქნება რომ დავილაპარაკოთ. რაზე? როცა გნახავ გეტყვი. დასულია ჩემი საქმე. გონი მართალი იყავი, სამსახურიდან მაგდებე. ნუ დარდობ რამეს მოგიძებნით. თან ისეც რომ მოგეწონება. კარგი დიასახლისი ხარ? ბრეთ სხვა და რაღაც ასეთები თუ გეხერხება. ვერ მიხვდი? ცხობა გეხერხება? მოიცადე ჩემო გოგონა, სამსახური გიშოვე. ტელეფონისტად დაგსვამ თუ უფასო ხაზზე. კარგი. კარგი გმადლობთ. ქალაქში გუშინ ჩამოვიდა. სპეცრაზმელია. ბერეტებიდან. რამიზი ქვია, მაგრამ სეკის ეძახიან. კიდევ რაღაცას ამბობენ. რას? ამბობენ ის თუ გამოჩნდა ძია საქმე წასულიო. მართლა? გამოდის რომ მას ომერი არ სჭირდება. ახლა კიდევ ინტერესტი ვინ არის? ძმაული. ეს დაწესებულება ჩემი აღარ არის ჯენგის. ამიტომ გირჩევ ძალიანაც ნუ გათამამდები. იცოდე მე ვერაფრით ვერ გიშველი. რა გაცინებს? არ გაგიგია? ომერმა სიკვდილს გადამარჩინა. თქვენ მიგატოვათ და მე გადამარჩინა. არ ხუმრობ. მაგრამ მეც მაგრად დავდექი. კენან ბირგანისთვის სიტყვა არ მithქვამს, კლდესავით ვიდექი, ომერი არ გავყიდე. ეს კარგია, მაგრამ ადრე ხომ გაყიდე? რა იყო? სადი ჯენგის, სადი, ამცალია. გასაგებია მას ძალიან გაუჭირდა პატიება, მაგრამ შენ რაღა გჭირსალი. შენ თანამონაწილე იყავი, ჩემთან ერთად იყავი. ახლა რა ხდება? ცხოვრებაში პირველად ჩავიდინე ღირსეული საქციელი. ომერი დავიცავი. მე მაგრად მოვიქეციალი. რას ვიზამ, ჭკვიანურად მოიქეცი, ჩემგან რა გინდა ჯენგის? რა? ალი, ნუ გამაგდებ. უკვე გაგაგდე ყველაფერი მორჩა, შენ უკვე წასული ხარ, მხოლოდ ესაა ჯერ არ იცი ამის შესახებ. ალი, შენ ხომ ომერს ეხმარები ახლა? ოდა მე კიდევ შენ მოგეხმარები. ნუ გამაგდებ. ბედნიერად ჯენგის. ალი, მეგობარო. ნუ გამაგდებ. ჯენგის. ასეთ რისკზე წასვლა აღარ შემიძლია, მეგობარო. მე ვცადე მაინც. თუმცა ჯენგიზ ატაი უშენოდაც გაართმევს თავს ყველაფერს. მშვიდობით. გაუმდიდრდები და დავბრუნდები. სერჟანტო, მეთაურო, მოიტანე. როდის ვიწყებთ, მეთაურო?
ახლა ამ წუთში. რამე დარჩები, არ მინდა პირველივე დღეს გადაგხალო. არა მეგობარო. ისე დავუკრავთ, თითქოს უკანასკნელად ვუკრავდეთ. საავადმყოფოში მოინახულა მეგობარი, რომელიც ბრძოლის ველზე გადაარჩინა. ეზელი. ხელი ხომ არ შეგიშელი? რას ამბობ? ეს ხომ შენი სახლია? შენს ოთახს ავაგებენ. ცოტა დამტვერილია. უკვე 10 წელია არავინ შესულა იქ. სტუმრებისთვის მქონდა, მაგრამ არც ერთხელ არავისთვის გამიღია კარი. რატომ? წესით ბევრი მეგობარი უნდა გყავდეს. კი, ბევრი მეგობარი მყავს, გარს მეხვევიან, მაგრამ მათ სახლში არ ვუშვებ. ის გირჩევნია, ვინც იარაღს გემიზნებს, არა? არც თუ ტყუილად. საუკეთესო მეგობრები სწორედ ძველი მტრები არიან. მე როგორც ვიცი, პირიქით ხდება ხოლმე. უახლოესი მეგობრები იქცევიან უსასტიკეს მტრებად. არავინ იცის ეს ჩვენზე უკეთესად. ეშან, ცუდად არ გამიგო, ასე გულახდილად რომ გეუბნები, მაგრამ მე მგონია უნდა დაურეკო. თუ გინდა დაურეკე. თუ გიყვარს, უკან უნდა იხევ. მე ვერ შევძელი. იქნებ შენ მოახერხო. გეშინია რომ თავის სიმართლეში დაგარწმუნებს? დაგარწმუნოს. ფიქრობ ამით შენს დას უღალატებ? ო, მაგრამ თუ არ დაურეკავ საკუთარ თავს უღალატებ. დაივიწყე თავდადება. შეეცადე ბედნიერი გახდე. მე ვერ შევძელი ეს. მიდი შენ გააკეთე. შენ რა გააკეთე? როგორც ხედავ, მარტო დავრჩი. ბაჰარი მოკვდა. შენ კი? შენ ცოცხალი ხარ. ჩემი დადა ვივიწყო. დაივიწყე. თუ შეიძლება. ბატონო კენან. შეიძლება ხვალ ჩემი შვილი მოვიყვანო აქ, ცოტა ხნით.
გავისეირნოთ? მანამდე შენს ნივთებს ამოალაგებენ. თუ არ ცდები, იმ ხალხმა ყველაფერი წაგართვა. ხო, წამართვა. თუ ნებას მომცემ, სწორედ ამით დავიწყებთ. უკან დავიბრუნოთ შენი საკუთრება. აბა რა სიტყვი? ასე ადვილია. რამდენიმე ტელეფონის ზარი და სულ ეს არის. სულ ეს არის? როდის დაბრუნდები? საქმეები მაქვს. მთელი ჩემი ცხოვრება საქმეებია იშენ. ხო, უახლოესი რამდენიმე დღე სახლიდან მოგახვალ. რატომ? ამბობენ რამდენიმე დღეში დათბებაო. როგორ მიდის საქმე დირექტორო? შესანიშნავია. მუდამ მზად ვარ დასახმარებლად. ერთი თხოვნა მაქვს შენთან. ყოველთვის ყველაფერი თხოვნით იწყება. თხოვნა ბრძანება მევალისთვის. ტელეფონები რეკვას იწყებენ. მაღალ თანამდებობებზე მსხდომნი არაფერს არ გიხსნიან. არავინ ასახელებს გვარებს, არ იძლევა დაპირებებს. ყველა ძალიან თავაზიანია. არავინ ლაპარაკობს ზედმეტს. სასამართლო. მაღალ თანამდებობებზე მსხდომნი იარაღით არ კლავენ. საკმარისია რომ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა. სწორედ მათი სიტყვები კლავს. სიტყვები ზევიდან ქვევით ეშვება. მაღალ თანამდებობებზე მსხდომნი მხოლოდ 2-3 სიტყვას ამბობენ. და მათი ქვეშევრდომები ასრულებენ ყველაფერს. ასეა ყოველთვის. ასე მთავრდება ომები. მაღალ თანამდებობებზე მსხდომნი ითხოვენ და ვეტერანები ყველაფერს კარგავენ. დიდი მადლობა. არაფერშულა. გამარჯობა ტეფო. ჩემს სანახავად მოხვედი? თუ ეზელმა გამოგაგზავნა? ერთიც და მეორეც. კარგი, დაჯექი. ჩაი მოუტანეთ. ნახე ერთი რას წერენ. ნახე. ზია, ეს მოვიდა და მითხრა დაცვისთვის ფული მინდაო. კითხე, რისთვის მეთქი? მიპასუხა იმისთვის, რომ გიცავდიო. მაგრამ მე არ მithხოვია ეს. გაჩვენდი. კარგად ვიცი ეს ამბავი უფროსო. მე ვიცავ. ის ფულს მიხდის. ვისგან ისევდი? დიდი თევზისგან, რომელმაც შეიძლება გადაღლაპოს. ხომ ხვდები არა? ხვდები. ის მართალია. ბატონო რამის. ახლა მის მაგივრად მე გადაგიხდი.
250 ლირა საკმარისია? აბარა, დიდი მადლობა მოხუცო. ჩვენ ერთი გზით მივდივართ, გიჟდები ამ თამაშის კანონებზე. მოიცადე. ახლა შენ გადამიხდი. ორჯერ უფრო მეტ ფულს. რისთვის? დაცვისთვის, მეგობარო. ჩემი დაცვის გარეშე დიდი თევზი გადაკლაპავს. რომელი თევზი? დიდი თევზი მე ვარ. მოიტა. 500 ლირა. 500 ლირა. აიღე. დიდი მადლობა ძი. კიდევ ერთხელ დაგინახავ და გადაკლაპავ. ახლა მოუსვი აქედან. სიტყვა არ დაგცდეს ეზელთან სანამ არ გამოვალ. გესმის? საიდანზეა? ბატონო რამიზ. მოვედით რომ სტუმრად დაგპატიჟოთ. Çocuklar, შეხედეთ ბავშვებო. bakın bu adam ეს ჩემი მეგობარია, სეკიზი. arkadaşım. სეკიზი. 8. შენი სახელი ისე ითარგმნება როგორც 8? მე 12 ვარ, ეს კი 3.5. გამარჯობა. Hoş geldin komutanım. გამარჯობა მეთაურო. Sen geçerken ჩვეულებრივ ჩემს მოსანახულებლად არ მოდიხარ ხოლმე. uğradık işte. ახლა მოვედი. Gideyim istiyorum. წევალ თუ არ გინდა? Yok. არა. Da უბრალოდ seni böyle სტამბოლში რომ ხედავ. რა იყო? ხდება ხოლმე. özledim geldim. მომენატრეფო და შემოგიარე. Tesadüf mü? ეს დამთხვევაა? Yarın. ხვალ 8 Eylül. ხვალ 8 სექტემბერია სეკის. Hadi çocuklar. კარგად ბავშვებო, ხვალ ისევ მოდით. დახვამდის. ტეფურ ამისთან პირველად ხდება ასეთი რაღაც. ჩვენ სამყაროში ასეთი ამბები ხდება ხოლმე. შეიძლება უფროსობა შეიცვალა, შეიძლება სხვა რაღაც ხდება. რა იყო? რატომ აკეთებ ამას? ძმაო, რაღაც არ მომწონს ეს ამბავი. ძია მითხრა ეზელთან სიტყვა არ წამოგწესო. ცუდი წინათ გრძნობა მაქვს. Öyle düzgün durmayın. ნოიდარდებ რამის, აქ პირველად არ ხარ. სტამბოლი 1971 წელი. Bela mı arıyorsun sen? ხიფათს ეძებ ბიჭო. Yatacak bir yerimiz ღამის გასათევი გააქვს? Yürü lan. წადე აქედან. Bizimle ჩვენთან წამოყვებ. O da senin ესე mi? ჩვენთან ერთადაა? Yok. არა არ ვიცნობ. ჩაჯიკი.
Siz bekleyin. აქ მოიცადეთ. Fena değil. წაიქეცი აქეთ რომ მოდიოდი, ხომ ასეა? Öyle mi oldu bu? Genç bir şey. მაძვილო კითხვა დაგისვი. Evet, öyle oldu Amir. ო, სწორედ ასე იყო. Benim adım... მე კომისარი ქემალი ვარ. Sen şimdi ამას ვერ მიხვდები, ჯერ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ მე შენზე ვზრუნავ ყმაწმივა. Olmayın amirim. დიდი მადლობა კომისარო. ნუ თავხედობ რამეს. სახლში არ ხარ. Antep... ამბობენ რომ ავტორიტეტი იყავი. Yapmadım. ესე არ არის. ალი გამანადგურებელთან დაიწყე ეს საქმე. ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ, სულ ეს არის. მე ავნის მეცახელად არაბს გავუყარე დანა. ასე არაა. ავნის ხალხი უკვე აქეთ მოდის. არ იცოდი? Peki რას იზამ როცა ne გიპოვია? yapacaksın Ramiz? დავილაპარაკებთ კომისარო. Bir yanlışımız var. თუ კი შევწდი საზღაურსაც გადავიხდი. შეცდომებისთვის აქ მე მიხდიან საზღაურს. შენ გონია ერთადერთი ხარ ამის? იცი ყოველწელს რამდენი ახალგაზრდა ჩამოდის აქ? კურდები, მოძალადეები, შენაერი მკვლელები. Amirim. კომისარო, ყველამ რაღაც დააშავა. ყველამ მოიხადა სასჯელი. ისინი მოდიან ანკარიდან, რიზედან, ყველა მხრიდან. და თითოეულ მათგანზე ყველაფერი ვიცით. Biz bunları... ჩვენ თვითონ ხვდებით მატარებელთან. 500 ახალგაზრდა. რისთვის მოდიან ისინი აქ რამის? კანონის დასარღვევად. Sen bu şey... შენ რომ დიდი ადამიანი იყო Sen bu და şey... ამ ქალაქს იცავდე, როგორ მოიქცეოდი რამის? Yolları აქ დარჩენის უფლებას არ მივცემდი. ოჯახ, Ben... არც მე მივცემ დინებას. Sen buradan git. აქედან ერთ ვინმესთან წახვალ. მას უკეთეს შემთხვევაში 50 კაცი მაინც ეყოლება. მე კი 5000 მყავს რამის. Bin tane adamım var Ramiz. Sen çete mi? შენს ბანდას შეკრებ? Ben çete მე თვითონ ვარ ბანდა. Sen esnafı... ვაჭრების მფარველობას აიღებ შენს თავზე? მე მთელი ქალაქის მფარველი ვარ. მთელი ქალაქის. აი რატომ ვუსწორდები შენის თანებს მე თვითონ. Kendim bakar gör. ამ ქალაქს არ დაგითმობთ. Benim adım... მე კომისარი ქემალი ვარ. Buralar... აქ ყველაფერზე მე ვაგებ პასუხს. şimdi biz bir kusur... თუ შევწდი მაპატიეთ ბატონო კომისარო. Yani İstanbul... სტამბული დიდი ქალაქია. მე მხოლოდ მისი ნახვა მინდოდა. ხომ ნახე? Gidiyorsun. ახლა კი შეგიძლია მოусო აქედან. Eğer bir daha... კიდევ ერთხელ რომ დაგინახო, საკუთარი ფეხით ვეღარ გახვალ აქედან. Geri götür. სადგურზე წაიყვანეთ და მატარებელში ჩასვით. Yalnız fazla zorlama. მეტი ნუ მოგივად, ბიჭი, ჯერ ახალბედაა. Önce biraz el... დაეხმარეთ, გაიზარდოს. დანარჩენი საზრზე თვითონ მოვა. გასაგებია, კომისარო. სტამბული 2010 წელი. ფიცო, ბატონო რამის. Sizinle tanışmak. თქვენი გაცნობა ჩემთვის დიდი პატივია. რით დავიმსახურე ასეთი პატივი? ყველაფერი კარგადაა. ნუ ნერვიულობთ. უკვე დიდი ხანია ინფორმაციას ვიღებთ, რომ საქმეებს დაუბრუნდი. Bu civarda yine Xoma çalışmaya sия. başladı diye. უკვე ჩამოვშორდი საქმეებს უფროსო. დიდი ხანია აღარ უმუშაობ. მადლობა ღმერთს ვისვენებ. Tabii. რა საკვირველია? Tabii. რა საკვირველია? Ama ბატონო Ramiz რამის, efendi. შემიძლია ძია დაგიძახო? Bilir miyim ben de? ზედმეტი ხომ არ მომივა? Siz თქვენ სახელმწიფო სამსახურში ხართ. ყველაფრის უფლება ne გაქვთ. yapsanız ayıp olmaz. წყალი არ შემოგთავაზეს? Size უპატივცემულოდ ხომ არ მოგექცნენ? ettiler mi? Saygıda kusur ettiler mi? ასეა? Dayı. Biz ne რით უნდა დამემსახურებინა ასე მოგცევა? yapsınlar? Ama şimdi ასეთი ლაპარაკი არ გვინდა ძია. demin ყველაფერი შევამოწმე. 30
30 წელი ციხეში გაქვს გატარებული. ანუ ეს უმიზეზოდ არ მოხდებოდა. 30 წელი ციხეში. 30 წელი. რაც არ უნდა ჩამედინა. უკვე გადავიხადე საზღაური ამისთვის. თუმცა ფეხზე მყარად გახარ. ჯერჯერობით ასეა. ჯერ არა უმდგარ ვარ ფეხზე უფროსო. ჯერ ვზივარ. ვერც ადგები, ვერასოდეს ძია. რას მდებენ ბრალად უფროსო? ჯერ ვერ მიხვდი? ხალხი აღარ დაგრჩა. აღარ დაგრჩა ჟურნალისტები, რომლებსაც შენ აჭმევდი. არავინ აღარ მოგიტანს ინფორმაციას ჩვენზე. განყოფილებაში წაგიყვანა. დაბალი ჩინის თანამშრომლები დაგკითხავენ. შეურაცხყოფას მოგაყენებენ, გაგინებენ, დაგამცირებენ. მერე შენს სათვალეს აიღებენ, დაამტვრევენ. და გადააგდებენ. რა დააშავა ბატონმა რამიზმა? ამბობენ, რომ შენი დრო გავიდა. სწორედ ეს არის შენი დანაშაული. Bunlar senin baba. ეს შენი მედლებია. შენ დაიმსახურე ისინი. ესე სულელურად რომ არ წაქცეულიყავი, არ დავბრუნდებოდი შენ საშველად. გეყოფა მეთაურო, დაჯექი ვილაპარაკოთ. რამდენი ლაპარაკი გიყვარს შაი? იმ დღესაც არ ჩუმდებოდი. დავიღუპებით თავს უშველეო. მე კი რას გეუბნებოდი? არაფერი არ მოხდება მეთქი. შენ მაინც არ მისმენდი. მეთაურო, შენ ამტკიცებდი დღეს არ მოკვდებიო. შენ კი მიყურებდი და არ მიჯერებდი. კითხე საიდან იციო? შენ მიპასუხე. ჩემი სიკვდილის დღე ვიციო. შენ თქვი რომ გითხრეს როდის მოკვდები. შენ მკითხე როდისო. მეც გითხარი. შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ეს უთხარი შაი. მეთაურო, ეს ნამდვილი სიგიჟეა, შენ თვითონაც ხომ ხვდები ამას. მაგას შენ მეუბნები. მთელი ჩვენი საქმე სიგიჟეა. მეგობა რო გეხვეწები. ნუ რაფერს ნუ ღარ იტყვი. უბრალოდ დამლოცე. დალოცულმა იარე მეთაურო. მეთაურო. ჩვენებს მოკითხვა გადაეცი ზეცაში. მე იქ არ მოხვდები შაინ.
Sıkıldım. მომბეზრდა. Söyle. თქვი რა გინდა? Dün tanıştık. გუშინ ვერ მოვახერხეთ ერთმანეთის გაცნობა. მე აზელი ვარ. Ramiz'in რამიზის პირადი მცველი? Sen mi koruyun? შენ დაიცავ? Nasıl koruyun? მაინც როგორ? Göster. მაჩვენე. Kim olduğumu სულ ერთია მე ვინ ვარ. ne dediğimi bir dinleyecek misin? მომისმენ? Şu adam diyelim Ramiz. დაუშვათ ეს რამიზმა გააკეთა. Kenan sana yalan კენანი გატყუებდა. Geç kaldı. დაგაგვიანდა. Öldü. მისი საქმე წასულია. Sana olan შენ არ იცი მთელი შენი ისტორია. Ramiz şu adam oldu. დაუშვათ ეს რამიზმა გააკეთა. Bırak şu çocuğu. გეყოფა ბავშვური გართობა. Çabuk. იჩქარე. Baba. რამის არ მოუკლავს მამაშენ. Manyak mısın? შენ არანორმალური ხარ. Şimdi konuşmaya başladın. როგორც იქნა ხმა მოიღე, რამიზი მოკვდება. გინდა შემაჩერო. Şunu kimse dur. შემაჩერე თუ ძალა გეყოფა. Şimdi ახლა უკვე tanıştık. ვიცნობთ ერთმანეთს მეგობარო. Ben მე ვარ ის, senin. ვის შეჩერებასაც ვერ შეძლებ. Ah dayı. ზია, Bunun დაიმსახურა რომ ერთი მაგრად მოხდეს. Alo. ალო, Eşim sordu demin. ცოტა ხნის წინ იკითხა ეშანი, ვერ მივაგენი. Ayradan mıyım? რა ვქნა, რა დარი ხომ არ ვარ. Kamil სულ ვიღაცის პოვნას მთხოვს. arıyordu. ამას კამილი აკეთებდა ხოლმე. Eyşan Kenan'ın ეიშანი კენანთან არის. Nereden? შენ რა იცი? Kızım ne zaman ვინ გონი ვართ? sen bize? ხალხის პოვნა ჩვენი საქმეა. İşimiz adam bulmak. Tamam sağ ol. კარგი გმადლობთ. Ali abi. ალე, Ne oldu oğlum yine? რა მოხდა ფერი აღარ გადევს. Kumarhaneler გაზინო დაკეტეს. kapamışlar. Kim kapamış? ვინ დაკეტა? Polis. პოლიციამ. Değil. არ არსებობს. რამიზი სად არის? Eyşan nerede? ეიშანი სად არის? Şişeye girdi. Kenan Birkan'tan. Birkan'laymış. Ofise. ოფისში წადი. Bankaların ყველა hepsine ბანკში böyle. დარეკებ. Param მთელ maske თანხას çekmiş. მოხსნით ყველა ანგარიშიდან. ყველაფერი მოამზადა. კარგი, მაგრამ ამ ხელა თანხა რა შეგჭირდება? გააკეთე რასაც გეუბნები, თევფი კაზინოში წადი, გაარკვიე ხდება. თუ კიდევ ერთხელ დავინახავ, Bir daha ამას adamı თქვენთან sizden ერთად. yerde görürsem- ჩვენი საუბარი ამით Bir daha bu დამთავრდება. adamı görürsem anlaşma bozulur. Ne duruyorsun? რას დამდგარ ხართ? ვერ გაიგეთ რა თქვა. Ali abi? Ne bakıyorsun? რა იყვალი, რას უყურებთ ერთმანეთს? რა მოხდა? Bizi içeri aldırıyor. რამიზი დააპატიმრეს კაზინოს კეტავენ. ძნელი მისაყვედრია, კენანს რამიზის განადგურება უნდა. Ramiz'in fişini çekiyor. Ali abi. ძმავალი, Ne yapacağız? რას აპირებ? Ömer'in yardımı. მომერს დახმარება სჭირდება. Yardım edeceğim. ხოდა დავეხმარები. ვინმე წინააღმდეგია?
ეზელმა პატია რომ გალოდინე. რაღაც კაზინოში არ დადიხარ, რა იყო? ოჯახი არ გიშვებს? არა, ეგ არაფერ შუაშია. რით დაგეხმარო? საქმეზე გადადი ეზელ, ძალიან ცოტა დრო მაქვს. დახმარება მჭირდება. 2 წლის წინ შენი ვალები გადავიხადე. აქ ნოლაპარაკობ ამაზე. მაშინ გითხარი ერთ დღეს თხოვნით მოვალ მეთქი. არ შემიძლია ეზელ. რა უნდა გითხრა? ერთადერთი რამის გაკეთება შემიძლია შენთვის. ხმები დადის რომ არალეგალურ ბიზნესში ხარ. სახელებს არ გეუბნები. ჩვენ რა თქმა უნდა არ გჯერა ამის, მაგრამ განკარგულება ზევიდან მოვიდა. ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ გირჩევ სადმე წახვიდე. ნებისმიერ ადამიანს მოეძებნება ნაცნობი, რომელსაც დახმარება შეუძლია. ამ შემთხვევაში არავინ არ გამოგიწვლის ხელს ეზელ. მაგრამ ასეთია ყველას დასასრული, ვინც ამ გზას ირჩევს. აბა შენ რას ელოდი ეზელ? ასეთ ხალხს ერთი და იგივე ემართება. შეგიძლია უკანასკნელი სამსახური გამეწიო. ხუთი წუთით შედი, თუ გინდა. არ მოინდომებს რომ ასეთ მდგომარეობაში ვნახო. წყალი დაალევინეთ. ადამიანს წყალი დაალევინეთ. ერთი პოკერის მაგიდა. სკამი. სკამი. ეს ბილიარდის მაგიდა. დღეს აიღებთ ხვალ ახლებს დადგამენ. ასჯერ მინახავს ასეთი რამე. სინდისი არ აქვთ. ესენი აღარ გაიხსნება. აუცილებლად გაიხსნება. ჩვენ მათთან ვერ მოვალთ. მათ უამრავი ფული აქვთ. ასე არ არის. მხოლოდ ერთ კაზინოს კი არა, ყველას დავხურავთ. ყველას? ნახეთ ორდერში რა წერია, მათ 8 თუ 10 კაზინო აქვთ. მართლა? ეს არ ვიცოდი. არ უნდა ამტკიცო ის რაც არ იცი. არ წამავალ. საბრძანდით თუ შეიძლება. ძალიან გთხოვთ. დევპიკ. დაბრძანდით. დევპიკ. დევპიკ. შენ. საინტერესოა ვის შეავერია. თქვენ აქ მუშაობთ? არა მე. გაჩერდი. Hayır anladım. გავიგე, მაგრამ ეს შეუძლებელია. მოიცადე როგორ? Nasıl yani ya? გავიგე. Onu anla. Aa, kapadı. გაითიშა. Terbiye. თავხედი. Patron. უпросო. ყველა ანგარიში გაყინულია. Nereden anladın? საიდან იცი? აი საიდან? ტელეფონი არ ჩუმდება. ბატონო სალიმ. ო გავიგე. მოვალ. განკარგულება? კარგი, წაიკითხეთ. ეზელ ბაირაქტარი ეჭმიტანილია არალეგალურ ორგანიზაციებთან საქმიან ურთიერთობაში, რის გამოც ყველა ანგარიში გაიყინება გამოძიების დასრულებამდე. Soruşturma süresince tarafınızdaki tüm mevduatların acilen ve bütünüyle შებნემ ყველასთან დარეგე. ყველასთან, ვისთანაც მუშაობდით, ვისაც ვეხმარებოდით. ვის არალეგალურ საქმიანობაზეც რამე ინფორმაცია გვაქვს. Niye? რატომ? რომ გავიგოთ ვინ დარჩა ჩვენს მხარეს. Ezel bu Kenan bir... ეზელეს კენან ბირკანის გაკეთებულია? როგორ შეძლო ამ ყველაფრის ერთ დღეში მოხერხება? ახლა არაფერი აღარ დაგვრჩა? ეზელ, რაღაცის თქმას აპირებდი. შებნემ გააკეთე რაც გითხარი. შებნემ, სანამ ყავადანი ჯერ კიდევ ჩვენია, იქნებ ყავა მოადუღო. რაც უფრო რთულია მწვერვალზე ასვლა,
düşmesi. მით უფრო სწრაფია ვარდნა. Ne zaman, კითხე საკუთარ თავს, როდის დარჩი ne მარტო, zaman kaçmaya başladım? როდის დაიწყე გაქცევა. Duyan çeker, ყველა ვინც ამას გაიგებს, çağırdı, გაიკვირვებს. çevirir kafasını. Yukarıdaki ყველა ვისაც karar დახმარებისთვის vericiler მიმართავ işler თვალს yapmak აგარიდებს, değil. Orası როდესაც გავლენიანი ხალხი გადაწყვეტილებას იღებს, შუქი ნელ-ნელა კი არ ქრება არამედ უცებ. Duyuyor musunuz? გესმით? ტელეფონია. Telefonda ტელეფონია? çalmıyor ki abi telefon. ტელეფონი ჩუმადაა. O iyi bir şey. ეს კარგია? İyi bir şey değil mi? კარგი არა? İyi işler. ეს ცუდია შემნე. Otelin vermiş. სასტუმროს რამიზისთვის მიყიდვის პროცესი შეჩერებულია, კაზინოები დახურეს. ანგარიშები გაყინეს. Onları da dondurmuş. ყველაფერი. Bir günde ეს ერთ დღეში როგორ მოახერხა? Bir günde ერთ დღეში არ გაუკეთებია შემნე. Biz kendi ჩვენი გეგმის რეალიზებას ერთი დღე მოვანდომეთ. კენან ბირკანი გულმოდგინედ ემზადებოდა o kadar ამისთვის. güçlendi ki bu. ძალები მოიკრიბა და წინასწარ მოამზადა ყველაფერი. ახლა მხოლოდ ღილაკს დააჭირა ხელი და ყველაფერი სწრაფად მოხდა. Bütün taşlar devriliyor. Biz de boş değiliz. მო მაგრამ არ ჩვენ ვართ სუსტები. რა თქმა უნდა, sen ezel შენ ხომ ეზელი ხარ. ki. ჩვენთვის რა არის ეს ყველაფერი? მე ხომ ვიცი რა შეგიძლია. ოფისი, მანქანები, კავშირები. ახლა ყველაფერი გაქრება. Şimdi. Hepsi. ყველაფერი ერთ წამში გაქრება. İnsanlar მე ვიცი რას ნიშნავს ყველაფრის დაკარგვა შემნე. Ezel ეზელ, burada kasada para სეიფში var. კიდევ დარჩა ფული. იმას რა ვუყო? Paylaş. გაიყავით. Niye peşimden gel? რატომ დამყვები ალი უკან? Ali abi. Yok oğlum. მარტო აღარ დაგტოვებ. Hadi abi. თავი დამანები. Git başımdan. Bir yere git. არსად არ წავალ ომერ. Benden ის ჩემზე ძლიერია. Ramiz'den ის რამიზზე ძლიერიც კი არის. Dalga mı geçiyorsun Kumrol. sen? Sen oğlum საიდან მოიტანე, ვინ არის შენზე ძლიერი? Güçlüymüş. Para git. ფული არაფერს არ ნიშნავს. დიდრად არ დაბადებულ ხარ. ჩვენ ვიომებთ. პარტიზანულ ომს დავიწყებთ. Biz de sokaktan savaşırız. გასაგებია? He? Böyle geri. ჩვენ ამას გავაკეთებთ. He? çizgi romanda oluyor. ასეთი რაღაცები მხოლოდ კომიქსებში ხდება. ფულის და ძალაუფლების გარეშე რეალურ ცხოვრებაში ყველა ბრძოლა წაგებულია ალი. Sen o yüzden sen განასწორედ ამ მიზეზით არ გამყიდე? Gitmeyeceğim ha. არსად არ წავალ ძმაო. Sen iste. რაც გინდა ის მითხარი. Gitmeyeceğim. არსად არ წავალ. oldu. კარგი, Kal o zaman. აკი ჯექი. Yenilme. ჩვენ ჯერ არ დავმარცხებულ ვართ. რამიზი დააპატიმრეს. ის მარტოა. მე რისი გაკეთება შემიძლია? არაფრის. რა უნდა ვქნა? Ne yapacağız sen? ციხე შტურმით ავიღო? Dayı. ზიას არაფერი არ მოუვა. მოუვა. უკვე მოუვიდა. Eriyor. ის ფარხმალს ყრის. O Kenan. კენან ბირკანმა აჯობა მას. Yarın da. ხვალ კი. Bu adam მან მე სიკვდილს გადამარჩინა ალი. თანაც არაერთხელ. falan değil. ყოველ ჯერზე დახმარების ხელს მიწვდი და Kimse yok. ჩემ გვერდით არავინ იყო ძიას გარდა. Şimdi ახლა კი ის ჩემ თვალს ინკვდება. მე კი არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ყველაფერს თავისი სახელი დაარქვი. sen de o კარგად იცი ამას რა ქვია ალი. Yenil. მე დაუმარცხდი. Yalancı. მატყუარა ხარ. Ne? რა? Adını koy dedin. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვა. Yalan konuşuyorsun. შენი ტყუები.
Sen Kenan. შენ არ წააგებ ქენან ბირკანთან. Hadi neyse görüşürüz. ეგ სულ ერთია, შვიდობით. ერთმანეთს აღარ ვნახავთ. Senin kafandaki რაზე ფიქრობ ომერ? Kenan mı? ქენანზე? Öbür herif. სეკისზე? 8 mi ne? დაკარგულ ფულზე? Kaybettiğim. მე ხომ გიცნობ? Oğlum ben. რა მიზზე ფიქრობ? Senin kafanda. რაზე ფიქრობ? მითხარი. Kimse. არავის არ ფიქრობ. Var. ფიქრობ. Oğlum var. შენი წყობიდან გამოყვანა ასე ადვილი არ არის. ვისზე ფიქრობ დღე და ღამე ომერ? სიმართლე მითხარი. Doğruyu söyle. მოჩვენებასავით დადიხარ. Ruh gibisin. Kafayı vermiyorsun bir şey. მითხარი რაზე ფიქრობ? Bilmiyorsun tabii lan. მითხარი. Savaşmıyorsun ki kadın. შენ საკუთარ თავს აღარ გავხარ. Eşandan bak. შენ ეიშანის გარდა არაფერზე აღარ ფიქრობ. Söyle Ömer. თქვი ომერ, Doğruyu söyle. სიმართლე თქვი. Sen Eşan. მისი დაბრუნება გინდა? Doğru mudur? მართალია? მართალია. Anladık Ali abi. მივხვდი ალი, ძველ ცხოვრებას უბრუნდები. Ne yapacağız? რას აპირებ ანსაბლს ჩამოაყალიბებ? Ne istiyorsun Ali რა abi? გინდა ქუჩიდანაც გამაგდო? Olayın nedir? Ömer'e. გინდა ომერს დაეხმარო. Bu sefer. ოღონდ გულახდილად მითხარი. Adam gibi. გინდა ომერს მართლა დაეხმარო. Ömer için. Ne oldu? რატომ მეკითხები? შენ ხომ აღარ გინდოდა ასეთ რისკზე წასვლა? ეგ უკვე გავიარეთ ჯენგის. ომერს დახმარება სჭირდება. Ömer'in yardımı. ცუდად არის. Adam da abi. შენ მისი საუკეთესო მეგობარი იყავი. კიდევ ერთხელ გაუწიე მეგობრობა. Bir gün. მხოლოდ ერთი დღით. Olman gerek. Sabahtan beri ne diyor? აბა მე რას გეჩიჩინებოდი დილიდან? მითხარი რა უნდა გავაკეთო? Senin için çocuk. შენთვის ეს ადვილია. Güzel. ძალიან კარგი. თქვი რა ვქნა? Senin ağzın laf yapar. შენ ადვილად შეგიძლია ადამიანების დარწმუნება, ამას ერთ წუთში გააკეთებ. ალი ბევრს ნულაპარაკობ. თქვი რა უნდა გავაკეთო? Kolay abi. ეს ძალიან მარტივია. Ne olduysa ona. იტყვი სინამდვილეში როგორ იყო ყველაფერი. Eşanlı. ეიშანს და ომერს შეარიგებ. Yok. არა, Hiç fazla არაფერი. kurtuluyorum. ზედმეტი ტვირთისგან თავისუფლდები. Yok bir şey olmaz. არაფერი არ მომხდარა. Bir sesini duydum. უბრალოდ შენი ხმის გაგონება მინდოდა. Biliyorum ya. ვიცი, Tamam. კარგი, Tamam. Kapat. კარგად იყავი. Baba. მამამ, Yok bir şey. კარგი არაფერი. Yok. არა. ერთი ამ არანორმალურ შეხედეთ. გააჩერეთ. Siz onu tanıyor musunuz? იცნობთ? ჩემი ქმარია.
ომერი ცოცხალია. როგორ ვერ მივხვდით? ის ხომ ჩვენ გვერდით იყო. როგორ ვერ მივხვდით ამას? პრინციპში ყველაფერს მივხვდით. შენი შეიყვარე, მე კი მისი საუკეთესო მეგობარი გავხდი. თუმცა არ ღირდა. მინდა რაღაც კითხო. თავიდან ხომ არ მთხოვ ძალობას? მაშინ უარი რომ მეთქვა შენთვის. მეგობარი რომ არ გამეყიდა, რა მოხდებოდა? რა? მე თვითონ გავაკეთებდი ამას. რაღაც გზას მოვძებნიდი და გავაკეთებდი. მაშინ კიდევ ერთ რამეს გითხრა. ომერმა რომ გაპატიოს, ისევ მასთან იქნები. ჯენგიზ. მე სადაც ყოველთვის მასთან ვიყავი. ერთმანეთს ვერაფერი დაგაშორებთ. ჯანი მისი შვილია. ეიშან, თქვენ შვილი გყავთ. შენ ხომ ოჯახზე უფრო ოცნებობდი ყოველთვის ვიდრე სიყვარულზე. ხო. შენ გყავს ოჯახი, ეიშან. დიდხანს იყავით ერთმანეთისგან შორს, მაგრამ ახლა ოჯახი ისევ არსებობს. ჯენგიზ. ჯენგიზ, ეზელმა ბაჰარი მოკლა. როგორ უნდა ვაპატიო ეს? როგორ უნდა ვაპატიო? მე ვიყავი იქ. სად? მე ვნახე როგორ მოკლეს ბაჰარი. ნახე ვინ გააკეთა ეს? ვინ? ვინ გააკეთა? სიმართლე მითხარი, ვინ? მამა! ჯან მანქანაში ჩაჯექი. ჯენგიზ ვინ გააკეთა ეს? ეიშან. ეზელ. გამოძიება დასრულებულია. სასამართლომდე თავისუფალი ხარ. შეგიძლია წახვიდე. მე არ მექნია ეს. შენ მაპატია ომერ. სიმართლე მითხარი. არა. აბა რა გინდა ჩემგან? არაფერი არ დამთავრებულა. ეიშან. არაფერი არ დამთავრებულა. რაც არ უნდა გაგიკეთებინა ჩემთვის სულ ერთია, ეს არ მთავრდება.
ეს ჩემს ძალას აღემატება. არ შემწევს ძალა საკუთარი ხელი. გავაჩერო. ის შენკენ მოიწევს. არ შემწევს ძალა გული დავიოკო. ის შენკენ მოელთვის. თავს ვკარგავ. მე ნატრები. ძალა არ შემწევს საკუთარ თავს რამე მოუხერხო. რაც არ უნდა იყოს, ეს არ მთავდება. რა სისასტიკეა. საშინელი სიყვარული. შენი გადაყვარების ძალა არ შემწევს. სიყვარული, რა უსამართლოა. ჩემს ცხოვრებაში ორი კაცი არსებობდა. ჯერომერი. ჩემი პირველი სიყვარული. მე ეზელი. ისეთ შემიყვარდა. შეგიძლია სახე და სახელი ასჯერ შეიცვალო, მაგრამ ისევ თუ მოხვალ, კვლავ შემიყვარდები. ეს ისეთი უსამართლობაა. მოვალ თუ დამიძახი. დავრჩები თუ მთხოვ. თუ მეტყვი რომ დავიჯერო, დავიჯერებ. ომერ, რას მიპირებ? პატიებას ვისწავლი. ვისწავლი მამობას. ვისწავლი როგორ ვიყო საყვარელი კაცი. ვისწავლი ცეცხლში ცხოვრებას, რომელიც მწვავს. რომ ვერ შევძლოთ, რომ დავიწყოთ. ესე იგი დავიწყებით. მე არ შემწევს ამის გამკლავების ძალა, არ შემწევს. არც მე. არ შემიძლია ამის შეჩერება, იმიტომ რომ აღარ მჯერა შენი. მე სიმართლე გავიგეზო. ვიცი რაც გველის. ჩვენ ვერ დავშორდებით ერთმანეთს, მაგრამ ერთად ყოფნასაც ვერ შევძლებთ. საბოლოო ჯამში ერთმანეთს დავღუპავთ. მე აღარ მჯერა შენი და ამას ვერაფერს ვეღარ ვუზავ. ვერაფერს ვერ მოუხერხებ. ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ. მაგრამ რასაც არ უნდა მეუბნებოდე, ამასთან გამკლავება არ შემიძლია. ვერაფერს ვერ ვუხერხებ. შენს სიძულვილს. არ შემიძლია ამ სიძულვილთან გამკლავება. როცა ვიცი რომ შენ მოკალი ჩემიდან. სანადები არამ söyleyeyim mi? შენთვის შეუკვეთო მაწყვილო. Kenan Bey selam söyle. ბატონმა კენანმა მოგითხო შემოგითვალა. ჩემი პიჯაკი არ უნდა საჩუქრად. Evet. კი. აი შენი გაყინული ანგარიშები ბანკში. თუმცა კომპიუტერებიც უშვებენ შეცდომებს. დაუშვათ ცოტა ხნით ანგარიშები ისევ აქტიური გახდა. დაუშვათ შენი ფული დაიბრუნე. რა უნდა? ბატონი კენანი აქ არაფერ შუაშია. ის შვებულებაშია. დაუშვათ ეს ეიშანის სურვილია. Eşan Hanım istiyor. ბატონო ეზელ. წაიღე შენი ფული და წადი აქედან. თავიდან დაიწყე ყველაფერი. ეს კარგად გეხერხება. O konuda oldukça Masaya. iyisiniz.
აბა როგორია? აქ რატომ ვართ არ იცი? შუაღამისას გარეთ თუ გიშვებენ და გეუბნებიან გამოძიება დასრულებულიაო, ძნელი მისახვედრი არ არის, რისთვის გამოგიშვეს. არ შეეცდები გადამაფიქრებინო. სკოლის ნაცვლად აქ მომყავდი ხოლმე, როცა პატარა იყავი. ორ სამულუფას სჭამდი, მაგრამ მაინც ვერ ნაყრდებოდი. თან მეხვეწებოდი კიდევ დავრჩეთო. გახსოვს? მაშინ უკვე იცოდი ჩემი სისუსტეები. პირ გამოტენილი მეუბნებოდი ხოლმე, ბაბუა, რამე მიამბეო. რამე მიამბეო. ახლაც გიამბო, ჩემო ბიჭუნა. მე ამბე ოღონდ ფრთხილად იყავი. ხომ იცი სიტყვა კლავს? კლავს. სტამბოლი 1971 წელი. მიდიხარ? რა უნდათ? უნდათ რომ წავიდე. შენ თვითონ რა გინდა? სად არის ამ ქალაქში ყველაზე მდიდრული და 7 ადგილი? იქ წამიყვანე. Sadi ekide. Akra dakkarguya. Ratom megobaro. Selim. Selim. Dolusunuz yine? İsev. Kenan kardeş. Kenan megobaro. Ama sver შემოუშვებთ. მართლა? ოსმან. ბიჭები ბოლო მაგიდასთან დასვე. Ne dedin adama? რა უთხარი? ჯობია არ იცოდე. არაყი და რამე მისაყოლებელი. შეხედეს მწერალი ნურია საფრანგეთში ცხოვრობს. ის კალბატონიკის სცენასთან რომ არის მაღალ საზოგადოებაში ტრიალებს. ყველას ზევიდან უყურებს. აი მაგიდას გენერლების მაგიდას ეძახიან. თავი მიღებაზე გეგონება. იმ წინა მაგიდასთან რომ სხედან ვინ არია? თიცნუ იშვერა.
Obranın sahibi. ის ამ დაწესებულების მეპატრონია. Karşısındaki de... მის გვერდით რომ ზის მისი საიდუმლო პარტნიორია. ავტორიტეტი. Ve karşınızda... ახლა კი იზმირის ულამაზესი ყვავილი სელმა ჰიუნელი. Niye geldik buraya? აქ რისთვის ხარ? Alıcı gözüyle bak. მინდა მყიდველის თვალით შევხედო ყველაფერს. Ben bu şehre... აქ იმისთვის მოვედი, რომ იმ მაგიდასთან დავჯდე. ასეთი უბედური სიყვარულის სიკვდილით მთავრდება. სტამბოლი 2010 წელი. საკმარისია, ჩემო ბიჭუნა. Tamam mı evlat? თუ გავაგრძელო. Yoksa hikayeyi anlatmaya devam edin. რა სიტყვი?